გამარჯობა. შოუ ბიზნესის კვირის სიახლეებით ეთერშია ინფორმატია. ეს კვირა რა თქმა უნდა სასწავლო წლის დაწყებასთან იყო დაკავშირებული. უნივერსიტეტის ბაღში 2 სექტემბერს მუსიკოსებმა სტუდენტებს უფასო კონცერტი მოუწყოთ. სხვათა შორის კონცერტის მოსმენა არა მხოლოდ უნივერსიტეტის ბაღის, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზეც იყო შესაძლებელი. ბატონი გენას აპარატურამ ეს შესაძლებლობა ვაკის, ვერისა და საბურთალოს სახლში მჯდომ მოსახლეობასაც მისცა. ესე რომ ამოძრავდა და მართლა მისაღები. ძალიან ესეთი ხო ესენი სტუდენტები არიან, მეც პრინციპში ძალიან ახალგაზრდა ვარ ჯერ და ჩემ დროს და რაღაცა ეგ უბრალოდ ჩემ ინსტიტუტში ესეთი რაღაცა არ ყოფილა არასოდეს. აბსოლუტურად მივესალმები, ძალიან სასიყვარულოა მაგრამ. არაჩვეულებრივი მოვლენაა, თვითონ რომ ასე აღნიშნავენ სწავლის დაწყებას, რაღაც სტიმულია სტუდენტებისთვის მე ვფიქრობ და მივესალმები, ძალიან კაია. გადახტილია. მოკლედ ილიას არაჩვეულებრივ არანჟირების ქვეშ მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჯერ ყველაფერი შუაშიც კი არ არის, ანუ მთელი თუხთუხი, მთელი მხიარულება ძალიან ბევრი ცეკვათამაში წინ გვაქვს და მე არ მინდა ვხედავდეთ თქვენს მოწყენილ სახეებს, ამიტომ ყველამ თქვენი ხელები და ყვირილი გამაგონეთ. ჟანა, ნიკუშ, ჩვენთან არის ჟანა. კაი ხაროს, კაი არის ჩვენთან როა. რატო არის ჩვენთან ჩააბა რა? დია. რაზე? საერთაშორისო ეკონომიკის. ეკონომიკის ფაკულტეტის სახელად ქვია? გიგა! 2 სექტემბერს შედგა უნივერს გალერეაში ქართველი მხატვრის გია გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენა. პატრიოტმა მხატვარმა თავისი ნამუშევრების ნახვის უფლება ჯერ თანამემამულეებს მისცა, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრება, რა თქმა უნდა, თავის სტილოებთან ერთად. მოგეთ ეს ნამუშევრები არის გაკეთებული სპეციალურად იმისთვის, რომ გეგმებს გაცნობთ, ესე იგი ჩემსაც წავიღო გერმანიაში მინდა წავიღო და იქ გავაკეთო გამოფენა. ხო და სანამ წავიღებ თბილისში გამოვფინე, რომ თბილისელმა მაყურებელმაც ნახოს, ანუ რა მიდის. მე ალბათ ჩამოვიდა, რა ბედი ეწევა, არავინ არ იცის. შეძლო არც წავიღო, მაგრამ იდეაში ეს გამოფენა არის გაკეთებული იმისთვის, რომ ვისაც აინტერესებს, ნახოს, ჩემი ეს ბოლო ერთი თვენახევრის ნამუშევრებია. აქ გამოფენილი. დიდი ხნის წინ ჩვენ გამოვფინეთ ერთხელ გიას ნამუშევრები ბრიუსელთან უბრალოდ. და ძალიან დიდი მისწრაფება მქონდა რომ ენახა შემდეგ რას აკეთებს და ეხლა ვნახე, ვფიქრობ რომ ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისი თუ რას ნიშნავს მხატვრული ენერგია.
დაუღალავმა და პროდუქტიულმა კლიპმეიკერმა ზაზა ორაშვილმა ახალი სეზონი თავისი ახალი კლიპით აღნიშნა. კლიპი ეკუთვნის პატარა სალომე გასვიანს. ტრადიციული პრეზენტაცია კი კინოთეატრ ფოლგაში 31 აგვისტოს შედგა. რაც შეეხება თავად სალომეს, ის სულ ცოტა ხანში ლუიზიანაში გაემგზავრება მორი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმდენი ვიწვალეთ არანჟირებაზე, რომ მეტი არ შეიძლება. შენ რატო იწვალე? ამან ხო? მან მშვენიერი კონცერტი ჩაატარა. ალბათ ბევრი თქვენგანი ესწრებოდით ამ კონცერტს და ნახავდით, რომ 12 წლის გოგონამ როგორ იმღერა სოლო კონცერტი 23 ნომერი დაუსვენებლად, იცით, აი ერთ ამოსუნთქვაზე შეიძლება ითქვას ცოცხლად. მე ქართულ კლიპებში ჯერჯერობით არ მინახია წყალქვეშა გადაღებები. ნუ ამ შემთხვევაში რაღაც ორიგინალური მეთოდი არის. რთული იყო იმ მხრივ, რომ სალომემ არც ისე კარგად იცის ცურვა და ის თუ ჩანს კლიპში, რომ სალომე კარგად ცურავს, აი ამას დაჭირდა ცოტა ხო შრომა, რომ გამოჩენილი იყო, რომ სალომე კარგად ცურავს წყალქვეშა. ძალიან კარგად არ ვიცი, მაგრამ არ დავიხრჩობი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო კლიპზე მუშაობა. კლიპის რეჟისორი არის არაჩვეულება ზაზა ორაშვილი, ოპერატორი არის ლეონა ბულაძე, ჯგუფის ხელმძღვანელი, გადამღების ჯგუფის ხელმძღვანელი არის ბატონი თამაზ ორაშვილი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. მე მივდივარ კონკურსზე Golden Magnolia-ზე ლუიზიანა შტატში, კერძოდ ბატონ-რუდში. როგორ მოხდი, გავაგზავნეთ ვიდეო მასალა, მოვეწონეთ და ფაქსით მოგვივიდა, რომ მიწვიეს იქ და ისიც დაწერეს, რომ ასობით ბავშვი შევერჩიე. ბავშვობის ნაკვალეს მე ხომ სიყვარულის ხავარს ოცნებით ვატარებ. თბილისში როგორც იქნა დაიწყო ასე ვთქვათ თეატრალური მოძრაობა. 5 სექტემბერს ცნობისმოყვარე თეატრალებმა კვერი კვანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში მოიყარეს თავი. მიზეზი თემურ ჭყიძის ახალი სპექტაკლი, რომელიც მარკესის პიესის მიხედვით დაიდგა და რომელიც ამ საქმეში კარგად გამოგზმედულმა თეა გვასალიამ თარგმნა. ეს არის გაბრიელ გარსია მარკესის პიესა. ჯერ მარკესზე გეტყვით ყველა მიცის ალბათ, მაგრამ მაინც მე კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ეს არის ნობელის პრემიის ლაურეატი, კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი. პიესას ორიგინალში ქვია დამჯდარი კაცის წინააღმდეგ მიმართული სიყვარულის დიატრიბა. მაგრამ, ამ ხელა სათაური სპექტაკლისთვის მიზანშეუწონელი იქნებოდა და ბატონმა თემურ ჭყიძემ შესანიშნავად მოძებნა შესატყვისი, ასე ვთქვათ, და დაარქვა სიყვარულის სულთათანა. მე ძალიან მიხარია, რომ ეს პიესა იდგმება, იმიტომ რომ მე ვთარგმნე და საერთოდ მარკესი ძალიან მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამხელა რეჟისორი და ამხელა მსახიობი ჩემს ნათარგმნ პიესას დგამე. Ono ღმერთ კაც შეეძლო ასე აიხილა თვალები ჩემთვის. ზუსტად ვერცხლის ქორწილის სახლის საზოგადოების ნაღები მოიხდის თავს.
ანუ ყველა მოვა ძალების გარდა. შენ თვითონ არ დაიბიცე 25 წლის წინ რომ შენი ცხოვრების ყოველ წუთს ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ცოლ-ქმრის ვერცხლის ქორწილისათვის ბრძანებას მოანდომდი, ა? ეს დღეც მოვიდა. გაგვიფრინდა ცხოვრება ამის დედავატირეა. ავტორი თეა გვასალია. მე ვუერთები რა თქმა უნდა თქვენს ამხელვანებას და მინდა გადავცე ხალბატონ სოფიოს და ბატონ ყოდეს აი ეს წიგნი სადაც შესულია ზუსტად ეს პიესა მარკესის პიესა. არ ვიცი კი, მაგრამ განწყობა სპექტაკლის მერე ძალიან ძნელია. მე არა მაქვს ობიექტური განწყობა, იმიტომ რომ იმიტომ რომ ეგრეა ყოველთვის პრემიერის მერე. მართლა არ ვიცი, არ ვგეგლოცობ. არ ვიცი, ნახოთ და დროთა განმავლობაში ეს უფრო მშვიდად უნდა შეხედო და მე უფრო ობიექტური აზრი გიჩნდება. შესაძლოა წერალია, მაგრამ აი ეს ნაწარმოები არ ვიცოდი. და სიამოვნებით მოვისმინე, ამიტომ ძალიან დიდი მწერალია და თანაც უნდა გითხრათ, რომ აღტაცებული ვარ თეა გვასალიას თარგმანით. ამ ბოლო ხანებში ძალიან იშვიათია ასეთი გამართული ქართული ლიტერატურული ქართული და თანაც ძალიან კარგად სალაპარაკოდ სახეებისთვის მორგებული და ამიტომ მივესალმები ამ სპექტაკლს და რა თქმა უნდა ქალბატონ სოფიკოს დიდ ოსტატობას, რომელმაც შეძლო ჩვენი საათზე მეტი ყურადღების მიპყრობა, იმიტომ რომ ჩვენ წინაშე იდგა ნამდვილი შემოქმედი და ნამდვილი მსახიობი. მე შედგა პრემიერა, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს ჩემი მოსაფიქრი კიდე, რაღაცები არ შედგა, რაღაცა კი რაღაც გამომივიდა. სპექტაკლი ახლა იწყებს სვლას. ახალი კლიპი აქვს საკმაოდ ორიგინალურ დუეტს მერაბ სეფაშვილსა და უცნობს, რომელიც ბასა ფოცხიშვილის რეჟისორულ ხელს ეკუთვნის. პრეზენტაციამდე კლიპის ჩვენება ძალიან ახლო მეგობართა წრეში შედგა. ეს არის ბრჭყალებში პრეზენტაცია, იმიტომ რომ რეალური პრეზენტაცია ამ კლიპის სახელად ისევ შენ იქნება შაბათს, სულ საახლობლო არის შეკრებილი და პირველები თქვენ იხილავთ ამ ნამუშევარს და მე მინდა რაც თავარი ესე მონაწილეები. ეს არის უცნობი, ეს არის მერაბ სეფაშვილი და მე მინდა ვთხოვო გამოვიდეს ამ კლიპის რეჟისორს უძლიერეს რეჟისორს ჩვენი ყველას აღიარებით ქალბატონ ბასა ფოცხიშვილს. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. თქვენ ყველა ჩვენი მეგობრები ხართ და გვინდოდა რომ პირველად თქვენთვის გვეჩვენებინა, იმიტომ რომ შაბათს გავა ეთერში. Man
დიდი მადლობა თქვენ ყველას. ეს ჩვენი მეგობრების წრე, როგორც ბასამ თქვა, ეს არ გახავთ პრეზენტაცია, ეს მართლაც ესე ვთქვათ, მეგობრების წრეში ჩვენებას უფრო გავს და ჟურნალისტებსაც, ჩემს მეგობრებს და არა ჩემს მეგობრებს, ყველას ვთქვა, რომ როგორც მეგობრების წრეს, ისე მოვიხსენიოთ დღევანდელი საღამო და არა როგორც პრეზენტაცია. პირველად მომიწია მერაბთან ერთად ამ გამეთანხმებით ალბათ ყველასათვის საყვარელი მომღერალია და ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო ამ კლიპზე მუშაობა. პირველ ყოვლისა მერაბს დიდი მადლობა, ბასას დიდი მადლობა, ზურა მახნიაშვილს განსაკუთრებული მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რა ვიცი, ჩემთვის ძალიან რთულია თქვა, ახლა კარგია თუ ცუდია. მე ვფიქრობ, რომ თვითონ კარგი ფაქტია ის, რომ ჩვენ ერთად გავაკეთეთ რაღაცა და გაჩნდა სურვილი, რომ გავკეთებინა ერთად რაღაცა პროექტი და მე მადლობას ვუხდი ბასას, ქალბატონ ჯულია ხოფერიას, მადლობას ვუხდი ყველა იმ მონაწილეს, ვინც მონაწილეობდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რა თქმა უნდა უცნობს პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ძალიან სასიამოვნო იყო ყველაფერი. არა მარტო გადაღება, არამედ ჩაწერაც და ძალიან კაი დრო გავატარეთ ერთად. მერაბ სეფაშვილი და უცნობი ისეთი დონის ვარსკვლავები არიან საქართველოში, რომ ნებისმიერი მათი ნამუშევარი უკვე რაღაც ისეთ ზღვარს მიაღწიეს, რომ ყოველთვის საინტერესო არის მაყურებლისთვის და სასიამოვნო. Ну, ბასა სახელგანთქმული ქართველი კლიპმეიკერია, ასე რომ ესეთი ტრიო, როგორც წესი, ყოველთვის წარმატებას განაპირობებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლიპიც ისეთივე პოპულარული იქნება მოსახლეობაში, როგორც ყველა სხვა, რომელიც ამ სამეულს აქვს გაკეთებული, გინდა ერთად და გინდა ცალ-ცალკე და მე გული და სულით მინდა მიულოცო და მომავალი წარმატებები უსურვო სამივეს. ბოლო დროს შესამჩნევად გააქტიურებულმა დიზაინერმა მაკა ასათიანმა და მისმა კომპანიამ პრეს-კონფერენცია გამართეს. მათ საჭიროდ ჩათვალეს თავიანთი უახლოესი და უსაინტერესოესი გეგმების შესახებ ჟურნალისტებისთვის ეცნობებინათ. რა არის აუცილებელი იმის ეს ფესტივალი ჩატარდეს? ჩვენ ახსენეთ რომ შეიძლება ისეთი აბსოლუტურად მართლა ძალიან ძნელია ორგანიზება და მე დამავიწყდა რომ მუსიკოსია რა. საუკეთესო ვარიანტი და ჩვენი ტაბლა ქართული ხელოვნების ფესტივალი რომელიც მოკეთ ჩვენ პანკისმა მართლა გაგვაერთიანა და მართლა გვეძახიან პანკის გრუპს და არა მარტო აქ, არამედ უკვე იქ საზღვარგარეთაც. პანკის გრუპის ერთპიროვნული ლიდერია მაკა ასათიანი. შემდეგ მოვდივართ ჩვენ სამი მამაკაცი, ესე ვთქვათ, მაკას უკან ფონად. ესა ვარ მე, როგორც კომპოზიტორი, დათო დოიაშვილი რეჟისორი და ილიკო სუხიშვილი ქორეოგრაფი. მე ვთვლი, რომ ეს ოთხეული კი არა, ეს საერთოდ ესეთი გადანაწილება 4 ადამიანის თანამშრომლობის დარგობრივი არა, არის ყველაზე უნივერსალური საერთოდ დედამიწაზე. პირველი არის ეს არის სიფას ფესტივალი, სადაც ჩვენ თანაორგანიზატორებად გავდივართ. ყველაზე დიდი პროექტი და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ტაბლა, რომელიც ვენაში იმართება და პანკისის ჩვენებით იხსნება. სოხუმის თეატრს უდგავს დათო დოიაშვილი, სადაც მე ვარ მიწვეული მხატვრად და ნიკა მემანიშვილი არის კომპოზიტორი. მუსიკოსმა ლადო ბურდულმა მორიგი წვეულება გამართა, ოღონდ ამჯერად წყნეთის სახლში. წვეულების მიზეზი და მთავარი ობიექტი საპატიო რუსი სტუმარი არტემ ტროიცკი გახდათ. წვეულებაზე საპატიო სტუმარი რატომღაც არ მოვიდა, თუ ძალიან გვიან მოვიდა. მოკლედ სტუმრის მოლოდინში მასპინძლებმა მორჩილად მოიუხინეს.
Thank you.